ამბავი, რომელმაც საზოგადოება შეძრა 9 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ორი ვერსია სახელდება. ერთი ვერსია ეგრეთ წოდებული ღორის გრიპია, მეორე კი წითელას ვირუსი. ბავშვი უგონო მდგომარეობაში ბებიამ საწოლში დილით ნახა და დახმარების თხოვნით სასწრაფოს მიმართა. თუმცა ჩვილი ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუხში 9 თვის ბავშვი გარდაცვლილი ბებიამ გამთენიისას ამ სახლში ნახა. მეზობლების თქმით, ბავშვის დედა კლინიკაში მეორე მცირეწლოვან შვილთან ერთად ვირუსული ინფექციით იყო მოთავსებული და პატარა ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. ადგილობრივების ნაწილი 9 თვის გოგონას გარდაცვალებას ეგრეთ წოდებული ღორის გრიპს უკავშირებენ, რადგან ოჯახის წევრებს სწორედ აღნიშნული ვირუსი ჰქონდათ. დედამიშიც საავადმყოფოში იწვა ეს ამ ბებია რა მაგ ბავშვისა. და ეხლა რო გაიგო რო ავად იყო თან გამოუწერია თბილისიდან არ ვიცი როგორც ამბობენ გამომწერესო უკეო რომ აღარაფერი არ აჭირსო ბავშვსაო დედა როგორც ლაპარაკობს თორე მე ხო არ ვეცი ხო და აქ იყო ბებიასთან ეგ ბავშვი გავიხედოთ და მე იმ ღამეს იმ დღისითვე დააწვინეს დედაც საავადმყოფოში ბავშვის დედა ხო და დარჩა ბებიასთან და დეიდასთან ბავშვების სახლში თავიანთი მეორე ბავშვებიც დილით ბავშვი ნახეს გუშინ საღამოთი ოჭამა საჭმელი ბავშვმა უბოთლეთ აჭმელდნენ და ძალიან ყურადღებიანი ბებიაცა და დედაცა ისეთი ბავშვი იყო აი რა ვიცი როგორ შეიძლება მაგ ბავშვის იყვნენ ჩახოცილები ვართ რა იმის შემდეგ და აი ეგრე დაიღუპა რა მოხდა მართლა არ ვიცით ძალიან უკანონო ქვეყანაში ვართ შვილო სასწრაფო რომ დავინახე მაგიტო გავედი და მე რომ მივედი უკვე გარდაცვლილი იყო ბავშვი თვითონ სასწრაფოს და თანამშრომლობას ვირუსი შეხვდა ეგრე ვიცი მე 9 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ოჯახის წევრები ეგრეთ წოდებული ღორის გრიპს გამორიცხავენ. ნათესავების თქმით, ბავშვს წითელა და ფილტვების უკმარისობა ჰქონდა. ორი კვირა კი თბილისში მკურნალობდა. მოგვიანებით კი გორის საავადმყოფოში მწვავე პნევმონიით შეიყვანეს, რა დროსაც მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. 3-4-5 დღე ბავშვს არც სიცხე ჰქონდა, არც გართულება არაფერი, უბრალოდ მოვდიოდი სახლში, ამ დროს მოვდივარ ხოლმე და მშვენივრად ბავშვი თამაშის ხასიათზეც იყო და გუშინ ჩვეულებრივად თავისი ხელით ჭამა ყველა საჭმელი, რავი, ძალიან აქტიური ბავშვი იყო და მართლა არ ვიცი რა მოხდა. დილით დამხდა ესე რომ გავიღვიძე, სამსახურში მიდიოდი და რა ძალიან ისეთ სულ მდგომარეობაში იყო. შოკში ვარ დღეს. მე ერთი დღე ჰქონდა სიცხე ისევ და აქ გაუკეთეს გადასხმა იონანაში და გამოუშვეს საღამოს ბავშვი დილით წაყვანილი და მე მშვენივრად იყო რა, აღარ ჰქონდა სიცხე არანაირი, უბრალოდ სუნთქვა უჭირდა ბავშვს. დედათა და ბავშვთა ცენტრში ამბობენ, რომ დედამ 9 თვის ბავშვი მწვავე პნევმონიით კლინიკაში 31 დეკემბერს შეიყვანა. ექიმი თამილა გოგიაშვილი აცხადებს, რომ ბავშვს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს და მათ კლინიკაში დარჩენა შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით შესთავაზეს. თუმცა როგორც გოგიაშვილი ამბობს, სტაციონარულ მკურნალობაზე დედამ უარი განაცხადა. გაუწიეთ პირველი სამედიცინო დახმარება, ტემპერატურა მოწესრიგდა. შეთავაზეთ სტაციონარში მოთავსება, მაგრამ დედამ ამაზე უარი გამოგვიცხადა, ვინაიდან ბავშვის ბებია ცუდად იყო, მითხრა რომ დედა ჩემი ცუდად არის, საავადმყოფოში წერს და ის მყავს მისახედი და თან მცირეწლოვანი ბავშვები მყავს სახლში და მე ვერ შევძლებ და სტაციონარში მოთავსებასო. 9 დღის განმავლობაში ბავშვი მკურნალობდა ყაზბეგზე ინფექციურ კლინიკაში დადასტურებული წითელას დიაგნოზით. როგორც მე დედამ მითხრა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. 9 თვის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო 116 მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.